მოგესალმებით, მარნეული ტივის პირდაპირ ეთერში ახალი ამბები 19 საათზე სტუდიაში თქვენთვის ჟურნალისტები მარიამ ქველაძე და სალო სალახვი ვიმუშავებთ. Salamlayıram hər biriniz Marniyo televiziyasının kanalındası ilə birlikdə. Mən Salo Salahlı və Maryam Kveladzenin təqdim edəcəyi xəbər buraxılışı efirdədir. დავიწყოთ ჩვენი გამოშვება დღეიდან მოსწავლეებმა, რომლებმაც მე-12 კლასი უკვე დაასრულეს, ატესტატის აღება შეძლებენ. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. 3 ივლისიდან სკოლის ატესტატის გაცემა დაიწყო სკოლადამთავრებულებმა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს უნდა მიაკითხონ. აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური. როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი იუსტიციის სახლიდან. ანუ შეუძლიათ უკვე რომ გაიტანონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ატესტატის ასაღებად კურსდამთავრებულებს უნდა გქონიოთ ირადობის მოწმობა. წელს სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით 47306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა. მარნეულის მუნიციპალიტეტში კი 1318-მა მოსწავლემ. Məktəb məzunlarına atestat bugündən etibarən veriləcək. Ətraflı məlumat hazırladığımız süjeti izləyə bilərsiniz. Məktəb məzunlarına atestatlar iyulun 3-dən veriləcək. 47306 12-ci sinif şagirdi məktəb bitirib. Marniyoda isə 1318 şagird məktəb bitirib. Məktəb məzunları tam ümumi təhsili təsdiq edən dövlət maddi sənəti almaq üçün ədliyyə evlərinə və Dövlət Xidmətlərinin İnkişaf Agentliyinin filiallarına müraciət edə biləcəklər. Ərizəçilər ərizəni təqdim etdikdən sonra 10-cu iş günündə hazır atestatları pulsuz əldə edəcəklər. Qeyd etmək istərdim ki, bugündən etibarən 2022-2023 tədris ilini bitirən şagirdlərimiz artıq atestatlarını ədliyyə evlərindən götürə bilərlər. Cari ilin dekabrın 31-nədək sənəd üçün ödənişsiz müraciət etmək mümkündür. Atestat sürətləndirilmiş qaydada götürüldükdə müvafiq rüsum tutulur. მაშასე განაგზოთ ჩვენი გამოშვება მარნეულში კომპანია ამბოლმა რიგით მე-17 ფილიალი გახსნა. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. 30 ივნისს კომპანია ამბოლმა მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე ახალი ფილიალი გახსნა. მარნეულის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის ავტომომსახურება ერთ სივრცეში რიგების გარეშე. ამბოლის სერვის ცენტრში ავტოპროდუქტების შეძენასთან ერთად შესაძლებელია მიიღოთ ყველა თანმდები ავტოსერვისი, რაც დამატებითი კომფორტია. გაიხსნა ამბოლის რიგით მე-17 ფილიალი. განსხვავებული შეთავაზებები იქნება ამ ფილიალში, სხვა ფილიალებთან განსხვავებით 30%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ ბრენდზე. მარნეულის ფილიალი შეძლებს მოემსახუროს როგორც Suzuki, ისე სატვირთო ავტომობილებს და წარმოდგენილი ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდებით, როგორიც არის Goodyear, Toyo და ასე შემდეგ. გელოდებით ყველას და გპირდებით, რომ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კომპანია წარმოდგენილია 17 ფილიალით საქართველოს 9 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ფოთი, მარნეული და ტაქსფრის სერვის ცენტრი გარდაბნის რაიონში. კომპანია არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ლიდერი ავტონაწილების ბაზარზე. გვაქვს საბურავები, ასევე საავტომობილო ზეთები, საავტომობილო ხუნდები და სხვადასხვა ნაწილები. ამ ეტაპზე აქციასთან დაკავშირებით გვაქვს 30%-იანი ფასდაკლება თითოეულ ნაწარმზე ამბოლის, ასევე პირველადი შეძენილ ნივთებზეც გვაქვს საკმაოდ კარგი ბენეფიტები და ასე ვთქვათ, ამბოლის ტრადიციას, ხარისხიანი ნაწილების რეალიზაციისა და რა თქმა უნდა ბიუჯეტური სეგმენტის ათვისებაც გვინდა. ამბოლი არსებობს, რათა ავტომობილის მოვლა გახდეს მარტივი და ადამიანებს მიეცეთ საშუალება მეტი დრო და ენერგია დაუთმონ საკუთარ ცხოვრებას.
Madni'de Amboli şirketinin sayıca 17. filialı açıldı. Ehaliye ne teklif ettiğiniz hazırladığımız süjeti izleyebilirsiniz. İyunun 30'unda Amboli şirketi Marnil'de 26 May küçesinde yeni filialını açıb. Marnil sakinleri yüksek keyfiyetli avtomobil hisselerini elde etmek imkanı elde edecekler. İstanbulis rigit me 17 filiali. Amboli şirketinin sayıca 17. filial açıldı. Bu filialda diğer filiallardan farklı olarak farklı teklifler olacak. İstenilen brenddə 30% indirim olacak. Marnili filialı hem avtomobillere hem de yük maşınlarına xidmət göstərə biləcək. Hamınızı gözləyirik və en yüksek keyfiyetli xidmət alacağınıza söz veririk. Amboli 2004-cü ildə əsası qoyulan və fəaliyyətinin ilk illərində Gürcüstanda avtomobil hissələri və təkər bazarlarından biri kimi yaradılmış aparıcı şirkət kimi fəaliyyət göstərir. Marnil şəhərində Amboli şirkətinin 17-ci filial açılıb. Şirkət avtomobil hissələri bazarında liderlərdən biridir. Bizdə təkərlər və müxtəlif avtomobil hissələri var. Bu mərhələdə aksiya ilə əlaqədar olaraq hər bir məhsula 30% indirimlə yanaşı ilk alınan mallara da kifayət qədər yaxşı indirimlərimiz var. Biz keyfiyyətli hissələrin satışı üzrə Amboli ənənəsini davam etdiririk. Hazırda şirkət Gürcüstanın 9 şəhərində 17 filialı ilə təmsil olunur. Söz gedən şəhərlər Tbilisi, Kutaisi, Batumi, Zugdidi, Gori, Tel-Aviv, Axalçı, Poti, Marnil və Qardabani. Amboli avtomobilə texniki qulluğu insanlar üçün asan və sərfəli etmək, öz həyatlarına daha çox vaxt və enerji sərf etmək imkanı yaradır. საქართველოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში საქართველოსა და სომხეთის საზღვართან წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის ლოცვა-კურთხებით მთავარანგელოზ და სახელობის მამათა მონასტერში საფუძველი ჩაეყარა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ტერიტორიის საზეიმო კურთხევას სასულიერო პირებთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ჭიშკარიანთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ზაურ დარგალთან, ლექსო დალაქიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენა ნომაროვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა. მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეურის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა წითელ ხიდზე სასაზღვრო ზოლში მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარს და მადლობა ღმერთს რომ ამ დღემ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა ერი და ბერი ამ საქვეყნო საქმისთვის და ინებოს უფალმა ყოველი მსასოებელი დედა ეკლესიისა ჩვენი წმინდანების ანდრია პირველწოდებულისა ყოფილიყოს შემწე დღევანდელი დღე ყველა ქრისტიანისათვის და გაიხარეთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ ღმერთო. ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელი. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ იყო და წმინდანის სახელობის ტაძარი მრევლის შემოწირულობით აშენდება. გოგა უცხოეთი ქართახალი Səfərində Andriya adına şəhərin ətrafında olmaq ხო, ეს გაუშვათ. izleyebilirsiniz. Marnili Belediyəsində Qırmızı Körpünün sərhədində Marnil və Hucabi yeparxiyasının yepiskopu Gyorgi Camdelyaninin xeyir duası ilə Müqəddəs Andriya adına kilsənin tikintisinin təməli qoyulub. Ərazinin təntənəli təqdis olunma mərasimində Gürcüstan parlamentinin üzvləri Zaur Darğallı, Lexo Delakishvili, Kvemo Kartlı üzrə dövlət nümayəndəsi Gyorgi Doktoruşvili, Marnil Belediyə Məclisinin sədri Amiran Gyorgadze,
Marniyuni meri Kənan Ömərov, Qardıbani Bələdiyyəsinin meri David Qarqarateli, Saqrebulu deputatları, yerli özünü idarə etmənin nümayəndələri ruhanilərlə birlikdə iştirak edib. ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენი ეკლესიის სულიერნო შვილო მამანო ძმა Mənim əzizlərim, patriarxımızın 2-ci İlyanın duası ilə müqəddəs Andriyanın adına olan bu kilsənin əsası qoyuldu. Biz şadıq ki, bugün burada bizim Azərbaycanlı dostlarımız, qardaş bacılarımız da iştirak edirlər. Şəhərin meri, bələdiyyə məclisinin üzvləri bugün bizimlədir. Müxtəlif inanca, müxtəlif xalqların olmasına baxmayaraq bizim bu birliyimiz təqdirə layiqdir. Bizi birləşdirən vətəndir. Bu vətənin torpağı, suyudur. Bu patriarxın təşəbbüsüdür ki, hər bir sərhəddə məbəd inşa olunsun. Qonaqlarımızı qarşılayacaq məbəd bizim kimliyimizin, tariximizin, böyük keçmişimizin və gələcəyimizin, sivil, mədəni, xalq olduğumuzun əyani təsdiqidir. Andriya Gürcüstanda xristianlığın ilk təbliğatçısı kimi tanınır. Marniyuli bələdiyyəsində indiyədək birinci Andriya adına kilsə olmayıb və müqəddəsin adını daşıyan kilsə sakinlərin ianəsi ilə tikiləcək. მარნეულელმა თემურ კალაევმა თბილისში გამართულ ჭადრაკის სასახლეში შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. მარნეულის ჩაისახლის პატარა მოჭადრაკემ თემურ კალაევმა თბილისში ჭადრაკის სახლში გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა. როგორც თემურის მასწავლებელი დავით ხიზანიშვილი მარნეული ტივისთან ყვება მოზარდმა პირველი ადგილი მეხუთე კატეგორიაში ოსტატობის საწყის ეტაპზე აიღო. ხშირად დავდივართ შეჯიბრებებზე, მიიღო მონაწილეობა თბილისში ჭადრაკის სასახლეში ტურნირში მეხუთე კატეგორიაზე, ანუ ოსტატობის საწყის საფეხურის დასაუფლებლად. ორ ზედიზედ ორ შეჯიბრებაში მიაღწია წარმატებას. წინაშე აიღო მეორე, მეოთხე ადგილები გაინაწილა. მეორე შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა აბსოლუტური შედეგი 7-დან 7 ქულა აიღო და თავის ასაკში დაეუფლა ამ მეხუთე კატეგორიას. მე თემურ კალაევი ვარ და აქ ვსწავლობ ჭადრაკს, ვიყავი შეჯიბრზე და 7-დან 7-ვე თამაში მოვიგე. დავიკავე პირველი ადგილი ჩემს ასაკში. მარნეულის ჩაისახლის მენეჯერის ემინ ახმედოვის თქმით, მსგავს შეჯიბრებებზე მოსწავლეები ხშირად დადიან და კარგი შედეგებით ბრუნდებიან. ჩვენი მოსწავლეები შეჯიბრებზე ხშირად იღებენ მონაწილეობას. იმედი ვქონდა, რომ ჩვენი პატარა მოჭადრაკე თემურ კალაევი წარმატებით დაგვიბრუნდებოდა. მან მეხუთე კატეგორიაში აიღო პირველი ადგილი თანატოლებში და იმედი გვაქვს ჩვენი სხვა მოსწავლეებიც კარგ შედეგებს დადებენ. მარნეულში აღნიშნულ სასწავლო ცენტრში ჭადრაკის წრე უკვე წლებია ფუნქციონირებს, სადაც ამ დროისთვის სულ ჭადრაკის 7 ჯგუფია და 90 bავშვი სწავლობს. Tbilisdə keçirilən şahmat yarışında Marniyu'dan olan Teymur Kalayev birinci yer tuttu. Ətraflı məlumat hazırladığımız süjeti izləyə bilərsiniz. Marniyu'nun Çayev'nin gənc şahmatçısı Teymur Kalayev Tbilisdə keçirilən şahmat yarışında birinci yerə layiq görülüb. Teymur'un müəlliminin Marniyu TV-yə verdiyi məlumata görə yeniyetmə ustalığın ilkin mərhələsində 5-ci kateqoriya üzrə birinci yer tutub. 26-27 iyun tarixlərində Tbilisdə keçirilən Gürcüstan Şahmat Federasiyasının dərəcə yarışlarında Çayev'nin şahmat kursu üzvü Teymur Kalayev 5-ci dərəcə yarışlarında 7 oyundan 7 bal toplayaraq birinci yerə layiq görülüb və 4-cü dərəcə yarışlarında iştirak üçün vəsiqə qazanıb. Mən Teymur Kalayevəm, şahmata yazılmışam, yarışda birinci yerə çıxmışam. Yarışda birinci yerə çıxmışam, 7-sindən 7-sinə udmuşam. Marniyu'nun Çayev'nin direktoru Emin Əhmədovun sözlərinə görə tələbələr tez-tez belə yarışlarda iştirak edir və yaxşı nəticələrlə qayıdırlar. Hazırda şahmat kurslarımızdan hal-hazırda 7 qrup halında 93 nəfər gəncimiz faydalanır və mütəmadi olaraq Şahmat Federasiyasının təşkil etdiyi dərəcə yarışlarında gənclərimiz, şahmatçılarımız iştirak edir. Uğurlarımız az deyil və elə son uğurumuz da 26-27 iyun tarixində Gürcüstan Şahmat Federasiyasında dərəcə yarışlarında bizim balaca şahmatçımız Teymur Kalayev
yaxşı nəticə göstərərək 7 oyundan 7 xal toplayaraq birinci yerə çıxmışdır və 5-ci kateqoriyanı bitirib 4-cü kateqoriyaya vəsiqə əldə etmişdi. Bu yarışlarda iştirakımız daimi olaraq davam edir, gənclərimizə uğurlar arzu edirik. Marniyudə sözü gedən tədris mərkəzində artıq illərdir ki, şahmat dərnəyi fəaliyyət göstərir. Hazırda burada 7 şahmat qrupu var və 90 uşaq təhsil alır. სარფში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აკვეთეს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში სარფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აკვეთეს. კერძოდ, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენოს სკანერით დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მათივე ცნობით საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. Sarp gömrük keçid məntəqəsində bir nəfər saxlanılıb. Səbəbini isə hazırladığımız süjetdə izləyə bilərsiniz. Sarda narkotik vasitəni ölkəyə gətirmək istəyən şəxs saxlanılıb. Gürcistan gömrükçüləri küllü miqdarda narkotik vasitənin ölkəyə gətirilməsinin qarşısını alıblar. Bu barədə Maliyyə Nazirliyinin Gəlirlər Xidməti məlumat yayıb. Məlum olub ki, Sarp gömrük keçid məntəqəsində əcnəbi vətəndaş bədənində gizlətdiyi küllü miqdarda narkotik vasitəni Gürcistana keçirməyə cəhd edib. Söz gedən şəxsin üzərindəki narkotik vasitəni rentgen aparatı müəyyən edib. Faktla bağlı materiallar Maliyyə Nazirliyinin Gəlirlər Xidmət tərəfindən Gürcistan Daxili İşlər Nazirliyinə təhvil verilib. და გამოშვების ბოლოს უცხოეთში განვითარებულ მოვლენების შესახებ გაიცანით ინფორმაციას. ქალაქ ბახმუთთან უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ ბრძოლას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, განაცხადა სერგი ჩერევატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით ქალაქ ლიმანსა და კუპიანსკის მახლობლად რუსეთმა 377 ჯერ დაბომბა უკრაინის პოზიციები. განახორციელა 3 შეტევა და 12 საჰაერო იერიში. რუსმა სამხედროებმა ბოლო დღეებში სულ 415 საარტილერიო შეტევა განახორციელეს მარინკას რაიონში, ქალაქ დონეცკთან. რუსული ძალები აგრძელებენ დაუნდობელ შეტევებს. ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი, განაცხადა სამხედრო პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა ვალერი შერეშინმა უკრაინიდან. საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით პროტესტი კვლავ გრძელდება, რასაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ინფრასტრუქტურის განადგურება და მანქანების გადაწვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლული 17 წლის ბიჭის ბებია მომიტინგეებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ძალადობა, არ დააზიანონ სკოლები და არ დაამტვრიონ ავტობუსები. შაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე 2000-ზე მეტი დაკავებულის საშუალო ასაკი 17 წელია. ცნობილია, რომ საფრანგეთის მასშტაბით 45000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ძალებმა კვირას ღამით დაიწყეს დიდი სამხედრო ოპერაცია ჯენინში. ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე, რის შედეგადაც დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი და დაშავებულია 25. ორშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს ვრცელი კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ ჯენინსა და ჯენინის ბანაკზე. მათი თქმით, ბანაკი იყო იარაღისა და საფეთქებელი ნივთიერებების შესანახის ადგილი და კერა, სადაც ხდებოდა კოორდინაცია, კომუნიკაცია ტერორისტებს შორის. პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა განაცხადა, რომ ისინი შურს იძიებენ და ყველა შესაძლო ვარიანტით პასუხს გასცემენ მტერს. İndi isə dünyada baş verən hadisələr izləyək. Ukraynanın şərqindəki Baxmut şəhərində şiddətli döyüşlər davam edir. Marinka rayonlarında Baxmut şəhəri yaxınlığında Ukrayna hərbi qüvvələri mübarizəni davam etdirir deyə Sergi Çerevati bildirib. O həmçinin Baxmutun Liman və Kupyansk şəhəri yaxınlığında Rusiya Ukraynanı 377 dəfə bombaladığını, mövqelərə 3 hücum və 12 hava hücumu etdiyini bildirib. Fransada ixtişaşlar davam edir. Fransada 17 yaşlı gəncin polis tərəfindən öldürülməsi ilə bağlı demək olar ki, bütün böyük şəhərlərdə infrastruktura təsir edən etirazlar davam edir. Bunun ardınca maşınlar məhv edilib və yandırılıb. Qeyd edək ki, bu hallarla bağlı qətlə yetirilən 17 yaşlı gəncin nənəsi etirazçıları zorakılığı dayandırmağa, məktəblərə ziyan vurmamağa və ya avtobusları sındırmamağa çağırıb.
Fələstin Səhiyyə Nazirliyinin verdiyi məlumata görə, İsrail gücləri bazar günü gecə şimal-qərb sahilindəki Cenində böyük hərbi əməliyyata başlayıblar. Nəticədə ən azı 3 nəfər ölüb, 25 nəfər yaralanıb. Fələstin İslami cihad qisasını düşmənə mümkünü variantla cavab verəcəklərini bildirib. ახალი ამბები 19 საათზე ამით დასრულდა. სტუდიაში თქვენთვის ჟურნალისტები მარიამ ქველაძე და სალო სალახლი ვიმუშაობდით. წინ თქვენ ამინდის პროგნოზი გელოდებათ ნახვამდის. Bugünlük bu qədər. Sabahın hava proqnozu sizi gözləyir. Sağ olun, salamat qalın. WhatsApp-ით ხშირად საუბრობ ან მესიჯობ?